სანამ 4 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მანამ წინა საარჩევნო კამპანიის საბოლოო შეჯამებებს ამავე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები აკეთებენ. ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მის გუნდს თბილისი უყვარს და როგორც აქამდე, ისეთივე დამოკიდებულებით გააგრძელებს ქალაქზე ზრუნვას მესამედ გამარჯვების შემთხვევაში. მეგობრებო, 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნისა და დედაქალაქის ცხოვრებაში. წარმატებით გავიარეთ საკმაოდ რთული გზა საიმისოდ, რომ დღეს თამამად თქვენ ჩაგხედოთ თვალებში და არ მოგვერიდოს თქვენთან საუბრის. როგორც თბილისის მერს მიამაყება გავლილი გზა, რომელმაც უკვე დაატყო კაფიო კვალი თბილისს და დღეს როგორც თბილისის მერობის კანდიდატი თავს უფლებას ვაძლევ გესაუბროთ არა ბუნდოვან დაპირებებზე, არამედ მკაფიო სამოქმედო გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ. ჯერა 4 ოქტომბერს მესამედ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთად ავაშენებთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ პროტესტთან ერთად საარჩევნო ბერკეტის გამოყენებით ბრძოლაც მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცვლილებებისათვის. მისივე თქმით, თბილისის მერად მისი არჩევა პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისს მოიტანს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საპროტესტო მუხტთან ერთად გავაძლიეროთ სტრუქტურული წინააღმდეგობა, რაც არის მათ შორის არჩევნების გზით ბრძოლა. 4 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი გარდამტეხი პროცესი, სადაც ჩვენ ველით მოლოდინი სურვილი მცდელობა გვაქვს, რომ დავარწმუნოთ თბილისელები, რომ უმრავლესობა ვართ და მივიდეთ არჩევნებზე და მოვიგოთ, დავიბრუნოთ დედაქალაქი და მეორეს მხრივ გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ თუ ეს ასე არ მოხდა დაშვების დონეზე, გავაგრძელოთ ბრძოლა და წინააღმდეგობა. მოგების შემთხვევაში ეს გამარჯვება იქნება დასაცავი, დამარცხების შემთხვევაში გასაგრძელებელი იქნება ბრძოლა. ამიტომ არანაირი ალტერნატივა ბრძოლას არ გააჩნია წინააღმდეგობას. თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი იაგო ხვიჩია პარტია გირჯიდან ფიქრობს, რომ მას აქვს შანსი გავიდეს მეორე ადგილზე და პირველი ადგილის მოპოვება არსებული პოლიტიკური თუ სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით შეუძლებლად მიაჩნია. ჩვენ გვაქვს შანსი როგორც მერობაზე, ისე პარტიული მიმართულებით გავიდეთ მეორე ადგილზე. პირველ ადგილზე გასვლის საკითხი სამწუხაროდ ოპოზიციის შეუთანხმებლობით და იმ აბსურდით, რაც ოპოზიციაში ხელოვნურად მოაწყვეს, წარმოუდგენლად მოჩანს ამ პერსპექტივიდან. თუმცა ჩემი აზრით მთავარი ამოცანა ამ წუთას ჩვენი გირჩის ამომრჩევლებისთვის არის ის, რომ აი ეს უსამართლობა, რომელიც ჩვენს მიმართ ხდება როგორც მედიაში და ჩვენ დაბლოკილები ვართ, ისე პოლიტიკურ პარტიებში, როდესაც ფაქტობრივად დებატებზე არავინ არ ჯდება, ქართველი ხალხის მიერ იქნას პასუხგაცემული და მოხდეს ისე, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი უბრალოდ სახში წავიდეს და გამოიცვალოს ის ოპოზიცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში უბრალოდ არაფერი არ გაუკეთებია კონსოლიდაციისთვის. მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს პარტია გახარია საქართველოსთვის. წინა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდიას სიჭინავამ თქვა, რომ არჩევნების გზით ბრძოლა სწორი პოლიტიკური ბერკეტია. არჩევნებზე არ მისვლა და შენი ხმის არ გამოყენება ნიშნავს, რომ შენი ხმა აჩუქე მოძალადე, მოღალატე, მატყუარა ხალხის ფულის ქურდ ოცნებას. ოცნების წინააღმდეგ თითეული არ მიცემული ხმა არის ოცნების გამარჯვება. ამიტომ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად მოგმართავთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს. არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც ვეღარ დავიბრუნებთ. ბოლოს მინდა გავიმეორო უდიდესი ქართველის ილია ჭავჭავაძის სიტყვები. ვისაც ხელი მიგიწოდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცად კაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობლიურ ქალაქს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათი დარჩა. ქვეყნის მასშტაბით არჩევნებში სულ 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 3.513.818 ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი ხვალ დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე უნდა გააკეთოს. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.